კინომუსიკის შემდეგ თანამედროვე ფორმატში მულტიპლიკაციური ფილმების მელოდია გადააქვთ. ეროვნულ არქივში ძველი ქართული ნახატი ფილმების შესწავლა და აღწერა ერთდროულად დაიწყო. მუშავდება ყველა ის მელოდია, რომელიც პირველ ქართულ მულტფილმებში აჟღერდა. აღმოჩნდა, რომ ნახატი ფილმებისათვის ცნობილი კომპოზიტორები ახალ კომპოზიციებს ქმნიდნენ. რატომ უჭირავს მუსიკას წამყვანი როლი ფილმებში, ვინ მუშაობდა პირველ ქართულ მულტფილმზე და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მუსიკის ახალ ფორმატში გადატანა? ნახეთ თეიკო ანჯაფარიძის რეპორტაჟში. კომპლექსატვის მელოდია სპეციალურად დაიწერა. მუსიკა ერთ-ერთი პირველი ქართული მულტფილმისათვის სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა. საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლებს ორიგინალი ახალ თანამედროვე ფორმატში გადააქვთ. ქართული მულტიპლიკაციის ისტორია მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. პირველი ქართული ნახატი ფილმის ავტორი ვლადიმერ მუჯირია. უძველესი მითის არგონავტების გმირები ლადო გუდიაშვილმა გააცოცხლა. მუსიკა კი ცნობილმა კომპოზიტორმა შალვა აზმაიფარაშვილმა დაწერა. ნახატ ფილმში მელოდიას განსაკუთრებული როლი უკავია. ეკრანზე ჯერ კიდევ შავთეთრად გამოსახულ ზღაპრულ და მითიურ გმირებს მუსიკალური ჟღერადობა აფერადებდა. მუსიკა ერთ-ერთი მთავარ როლს თამაშობს ანიმაციაში, ასე ვთქვათ, ძალიან აფერადებს სიტუაციას და მით უმეტეს, როდესაც ეს არის მაინც პატარა ასაკის ადამიანებისთვის გათვლილი და მუსიკა გამოსახულება ამის სინთეზი ძალიან უფრო შთაბეჭდილებას, ასე ვთქვათ, უფრო ამწვავებს. კინომუსიკის შემდეგ მეცნიერები ნახატი ფილმების ისტორიის შესწავლას იწყებენ. როგორ და ვინ ქმნიდა მუსიკას და რა ჟღერადობა უნდა ქონოდა, ყურს რომ დამახსოვრებოდა და გულს მოხვედროდა. ეს ის თემებია, რომლითაც პირველ ეტაპზე ინტერესდებიან. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ რეჟისორები მთავარ აქცენტს მუსიკალურ გაფორმებაზე აკეთებდნენ. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ადრეული წლის ჩანაწერი, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ხელმარჯვეულ სტატი. მუსიკა სპეციალურად დაიწერა ამ ნახატი ფილმისათვის. ეროვნული არქივის საცავში ყველა ის მულტფილმი ინახება, რომელიც წლების განმავლობაში არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მათი მშობლების საყვარელი სანახაობა იყო. საცავში 60-ზე მეტი ნახატი ფილმია დაცული. მუსიკის თანამედროვე ფორმატში გადატანის შემდეგ უკვე ძველი ფირების რესტავრაციის დაწყება იგეგმება.